რა ვთქვათ მათ შესახებ, ვისაც ეს სოფელი წესიერ ადამიანებს უწოდებს. შინაარსობრივად სიტყვა წესიერი ნიშნავს გარკვეული კანონების, წესების დამცველს. რამდენიმე საათით მაინც რომ შეიძლებოდეს გამოგვემზეურებინა, სააშკარაოზე გამოგვეტანა ის, რაც ხდება ამ წესიერი ადამიანების სულში, რომ შეიძლებოდეს ჩვენება როგორც ეკრანზე, იმ აზრებისა და სურათებისა, რომელიც წარმოიშვებიან მათ გულში და გაივლიან მათ ცნობიერებაში, მაშინ ჩვენ დავინახავდით სულიერ მხეცებსა და ქვეწარმავლებს, რვაფეხებს, რომელთაც მათი გული დაუპყრიათ. ღმერთის რწმენის გარეშე ადამიანის წესიერება იგივეა, რაც გვამი, ოღონდ ძვირფასი სამოსლით შემოსილი. თუ კი მის გულში არ არის რწმენა და სიყვარული, მაშინ იქაც ცხოვრება ახსავსეა სიცრუით, ცოდვითა და შინაგანი იმედგაცრუებით.